დასრულდა რუმინეთის ეროვნული ჰიმნი, ეხლა კი ჩვენი მასპინძლების საქართველოს ეროვნული ჰიმნი. შესრულდა საქართველოს ჰიმნიც და სულ მალე უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება შეხვედრა, რომელშიც საქართველოს როგორც მოგახსენეთ დაუპირისპირდება რუმინეთს, როგორც რაგბი კლდავ ინდერი, 5 მარიუს კონსტანტინო ანტონესკუ, 6 კერმელ ერდოგან ალტინოკი, 7 კრისტი ბობოკი, 8 იაკობ ნიკოლას ოლივერი, 9 არებს თავისი დაარსების დღიდან 1999 წლიდან მოყოლებული, სულ ჯამში აქვს 293 თამაში ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი სწორედ რუსი ითვლება კი ბატონო ვეთახმები ყველას და რეალურად ასე არის, მაგრამ ჩვენი მხრივა გვაქვს პრეტენზია, რომ შერკინებაში ყველაზე ძლიერები ვართ და აი ამ შერკინებამ ზუსტად ეს დაგვანახა. იმ ძლიერ რუმინეთს ისე მივაწექით, რომ ქონდა წინსვლა, ის კიდევ ერთი ჯარიმა მოიპოვეთ და ისიც ვაჩვენეთ, ვინ იქნება მოედანზე აქ თავად. ბოლო წლების ტენდენციამ დაგვანახა ის, რომ ეს მხოლოდ ისტორიიდან მოდის, რომ დაახლოებით იმ სტილშია, როგორც პირველი დარტყმა იყო. ფრთა არის სხვა ერთადერთი. აქედანაც კარგად შეასრულა დარტყმა და კვლავ გაიყვანა რუმინეთი წინ 6-3. კარგია დაძაბული თამაში. 22-ში გვაქვს ჯარიმის უპირატესობა და ახლა შეგვიძლია ბევრად უფრო თავისუფლად და ლაღად შევუდგეთ. ისევ ლობჟანიძე, ისევ გაიწელა ბურთის გამოტანა. რაკიდან მელიქიძემ ამოუგდო აბჟანდაძეს, გაიშალა შეტევა და შეიძლება აი აქ ლელო იქნება დარწმუნებული ვარ კი ბატონო, გაჭრა მეტრეველმა ხაზი და არის პირველი ლელო დაწინაურდა საქართველოს ნაკრები ლელოთი და ძალიან ლამაზი კომბინაცია. ოთარ მეტრეველი ძალიან კარგად თამაშობს უკანა ხაზში, განსაკუთრებით აგერ 15 ნომრის პოზიციიდან შესანიშნავად შეუტია მეტოქის ლელოს მოედანს და გაიტანა დღევანდელ დაამიცა დღევანდელ შეხვედრაში პირველი ლელო აი ეს აღსტილია შიდა ჩემპიონატშიც საკუთრება შემდეგ უკვე მეტობა ჰქონდა ფრთაზე მეტრეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობას რომ კიდევ გაეგრძელებინა იქ მიყვებოდა მას თანაგუნდელი ფრთაზე კი თუმცა ძალიან სწორად და კარგად შეაფასა სიტუაცია 2-2 ესეთი საინტერესო წერტილია როგორც ჩანს ბაბუნაშვილზე ავაგდეთ ორი ხელით იგებს ქართველი მეორე ხაზელი და ვცდილობთ რომ დავაყენოთ მოლი ამ შემთხვევაში მოლი კარგად შევკარით უბრალოდ წისვლა ჯერჯერობით აქვს საჭიროა ღერძის ცვლილება და მერე ის აუცილებლად დაიძრება არა ვერ დავძარით და საჯმა მოგცა ნიშანი რომ გავიტანოთ ის ხაზზე გამოვედით ხაზზე უტევთ უკვე ხელდახელ ნინიაშვილი წავიდა შემორბენაზე მას მიყვება ტაბუცაძე გაატარა ტაბუცაძეს ბურთი და ტაბუცაძე აქ უკვე ვეღარ შეაჩერეს არა გვერდით ვაფსაჯვა ანიშნა არა ლელოა კი ბატონო ჩაითვალა იქ თითქოს გვერდით ვაფსაჯვა მინიშნება მისცა რაღაც ალბათ ეს ეპიზოდი ვიდეოზეც გადამოწდება და უფრო დაზუსტდება მანამდე კი შეგვიძლია გავიხაროთ იმით რომ ტაბუცაძე ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეორე ლელო გაიტანა სულ კი ეს მის კარიერაში 52 ლელო აქ ნინიაშვილმა ითამაშა ძალიან კარგად აიყვანა მცველი და რამხელა სივრცეში არა აუტთან ახლოსაც არ ყოფილა ყველაფერი შესანიშნავად არის აი განმეორებით ვნახოთ მაინც ეს მაგას ვაკვირდები მეც რომ რამე შეცდომაში არ შევიყვანოთ მე მგონი მოასწრო დამიწება კი რა თქმა უნდა დაგეთანხმები ზურად ან გუნდები და მოთამაშეები მუშაობენ იმაზე რომ შენ რამენაირად ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინო შენზე აი ესეთ მომენტებში გამოგი ხო აქ თუ ჯარიმა ავიღეთ ძალიან კარგი იქნება და თუ დავიბრუნოთ ალბათ სამართლე არა მოასწრეს ბურთის გატანა მისი აუტში გადატანა და პირველი ტაიმიც დასრულდა ანგარიშით 15-9.
ბურთი, რომელიც დაბალი დარტყმით გამოდის თავისივე ნახევრიდან, ტაბუცაძე უფლება გაუშვა ბურთი მატკავასკენ, იქვია ნინიაშვილი, რომელიც ცდილობს რომ გაჭრას ხაზი, გაჭრა ძალიან ლამაზად, მარჯვნივ შექცეული გადაცემა. ჩვენი არის ესეც. არის აგერ ლუკა მატკავას ლელო და ძალიან ლამაზი და კარგი შეტევით უპასუხეთ ხელდა, რომელიც ჭკვიანურად გაიშალა მოპირდაპირ ფლანგზე, იქიდან გამომდინარე რომ არ ჰქონდათ სივრცეები კარგად დაკეტილი რუმინელებს და შემდეგ უკვე ნინიაშვილის სისხარტე და თამაშის კითხვის უნარი საქმეშია, გაჭრა ხაზი, მიყვა იქ ლობჟანიძე ძალიან კარგად, მას უყვარს ასეთ მომენტი. არის წისვლა და ახლობით 5 მეტრი მოვიგეთ, ალანია ათამაშა კახოიძე, იქვე ძალიან კარგად შევიდა კახოიძე, მაგრად დგას ფეხებზე, გასუფთავდა რაკი. და ახლა უკვე მორკინალებით შევეცდებით დავალელო მეტოქეს და თავისი პირველი ლელობი ხელშიოშვილმა. ულოცავთ რა თქმა უნდა მიხეილ შიოშვილს სადებიუტო ლელოს, ძალიან დომინანტია შიოშვილი. გამეორებაზე გამოჩნდება ძალიან მაგრად შეუტია, ვერავინ შეაჩერა. ზუსტად უკანა ხაზელის, ასეთი მესამე ხაზელის ყოფნა ნაკრებში შეხედეთ როგორი დომინანტური წაღება იყო. ეს ახლა შემოსული 3 ნომერი, თუმცა მანაც ვერ მოახერხა წისვლა, შეგახსენებთ რომ კაცთა ყულები არიან რუმინელები, ხოლო და ხოლო 13-ნი არიან და ეს კი ფიჯური ლელო იყო და ფიჯური გარღვევა ძალიან კარგად მიყვა ბურთს. რუმინეთის ნაკრების ლეგიონერი 14 ნომერი იყო, კი ფეხით გადაგდებულ ბურთს ძალიან კარგად შეყვა და ცელს ფაქტობრივად ცვირწინა აცალა ის. ხო, ტიკე ძალიან კარგად ითამაშა. მან და საბოლოო ჯამში They're not ready. შეაცდაცად ხერხს, რამაც წინა ეპიზოდში გაამართლა. აქ ტაბუცაძე კარგად დაუხდა ბურთს. სრულ მოძრაობები, შეიდარჩუნა ბურთი. მატკავა მივიდა მასთან, აქ ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს. წესი თუ და გაიჭრას ხაზი, კი ბატონო ნინიაშვილი მიდის, მიყვება მატკავა. ანძელებს შეტევას აქ ხელი ჩაურწყა ბურთს და აუცილებლად ჩემი აზრით აქ უკვე თავისუფლად შეიძლება საჯარი მოლელოს ჩათვლას კი ზუსტად ასე მოხდა, ყვითელი ბარათით დაისაჯა. 100%-იანი ლელო გადიოდა და იმის გამო რომ ცინიკურად ითამაშა და ხელი ჩაუწყა თავად ყვითელი ბარათით დაისაჯა და 12 დარჩნენ რუმინელები მოედანზე და ჩვენ კი ესის ეხა დინიაშვილი მარცხენა ფრთაზე ვინარჩუნებ ბურთს, ალანიას სწრაფად გამოიტანა. კარგი იქნება თუ მატჩის მიწოვებს კიდე ერთ ლელოს დაუდებთ და ამის პირი უჩა ზუსტად აი გაჭრა შესანიშნავად ახლა კახოიძემ ხაზი და დაუდო მორიგი ლელო რუმინეთს ცენტრში ზემებს შორის. ანგარიში გახდა 51-23 და განსახმაროს პოზიციიდან გამომდინარე ზუსტი იქნება და 53-ით 23 გახდება ანგარიში. ძალიან ეპიზოდს რომ მივყვეთ, საინტერესო კომბინაცია ჰქონდათ ჩაფიქრებული რუმინელებს, რომელიც წაუკითხა იაშაღაშვილმა, მანვე დაიწყო შეტევა და საბოლოო ჯამში After the kick you got 20 seconds. რაკიდან ვიგებთ ამასღა ველოდებით. დერეფაში მოიგეს ბურთი, ჩამოაყალიბეს მოლი. სტილობენ წისვლას ვარ ჯეჯორობით კარგად იდგებათ, აქ ღერძის ცვლილების ცდილობა აქვთ. დიდი არეულობა არის მოლში, საბოლოო ჯამში გავიდა როგორც ჩანს, მოლიდან ბურთი გადავიდა რაკში. და ისევ რუმინელები აკონტროლებენ და საბოლოო ჯამში მაინც მოახერხეს იქ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ლელოს დადევა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციას 5 საათიან გადაცემაში ნახავთ. ბატონო ეს გარდასახვა დარტყმული ზუსტია.
სუსტია და დაფიქსირდა ბაშაშე საბოლოო ანგარიში საქართველოს 53-30 დაამარცხა რუმინეთი 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მოიგო მორიგჯერზე ანთიმოზივერიელის თასი როგორც უკვე გითხარით მოიგო და მიიღო საგზური 15-ში გასამართი მადრიდში გასამართი ფინალისთვის სადაც ელოდება უკვე მოწინააღმდეგეს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს ხო ასე რომ შევხვდებით 15-ში მადრიდიდან სადაც ან ესპანეთი